მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია, ნათქვამი შეხვედრაზე ყურადღება გამოხულდა საქართველო-ჩინეთის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რისი კიდევ ერთი დადასტურებაც ურთიერთობების ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკას და ამ მიმართულებით მოქმედ 10 წლიან სტრატეგიას, რომელიც თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თია ახვლედიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ, აღნიშნულია პრეს-რელიზში. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრაზე იქნა მოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საგარეო უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხს და საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობას ამ მიმართულებით. აღინიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება შეუფერხებლად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან გაუგებარია მუდმივი სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბრიტანული მხარისთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში შემოსვლამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე აღნიშნულ გემს დანიის სამეფოში ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან. 2013-2026 წლებში სოფლის მეურნეობის სექტორზე ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯა დაახლოებით 10 მილიარდი ლარი. მიუხედავად ამისა, დარგის ძირითადი პრობლემები დღემდე მოუგვარებელია, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა რამდენჯერმე ჩამორჩება ევროკავშირის სტანდარტს. ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ლელოს აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართული ოცნების მიერ დაპირებული სოფლის მეურნეობის აყვავების ნაცვლად მივიღეთ დაცლილი სოფელი და მშპ-ში ამ სექტორის წილის შემცირება. სასურსათო უსაფრთხოება და ადგილობრივი წარმოების განვითარება ეს არის ერთის მხრივ სტრატეგიული ამოცანა და მეორეს მხრივ სახელმწიფოს რეალური შესაძლებლობა სასურსათო პროდუქტების ფასებზე პირდაპირ გავლენის ქონის, მაგრამ საქართველოს ამის შესაძლებლობა დღეს არ აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველდღიურად გატყუებთ ამის შესახებ. ამ ფონზე საქართველოში ხორბლის 73%, ღორის ხორცის 48% და ფრინველის ხორცის 70% იმპორტირებულია. საქართველოს ძირითად პროდუქტებზე არის დამოკიდებული უცხოურ იმპორტზე, განაცხადა დათუნაშვილმა. პარტია გახარია საქართველოსთვის ოკუპირებულ ცხინვალში ეგრეთ წოდებული მთავრობის თავმჯდომარე დრუსი ჩინოსნის მარატ კამბოლოვის დანიშვნას საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის ახალ ეტაპად აფასებს. პოლიტიკური პარტია ხელისუფლებას დუმილის შეწყვეტისკენ პარტნიორებთან აქტიური მუშაობის აღდგენისა და ანექსიის საწინააღმდეგო რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. გვსურს გამოვეხმაუროთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ საქართველოს სუვერენიტეტის შემლახავ მორიგნაბიჯს, რომლის მიზანია საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია. ცხინვალის რეჟიმის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ეგრეთ წოდებული მთავრობის თავმჯდომარე დრუსი ჩინოსნის მარატ კამბოლოვის დანიშვნის შესახებ. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას. შეწყვიტეთ დუმილი, დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოებს, აღადგინეთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და მხარი დაუჭირეთ ანექსიის საწინააღმდეგო რეზოლუციას, წერს პარტია განცხადებაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პაატა სალიასა და ჯან ლუკა ესპოზიტოს შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის საბჭოს ეფექტიან თანამშრომლობას ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში. პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და კოლეგებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის მიმართულებით, ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინისა და მოლდოვის პირველი ნაბიჯები ვნახეთ ევროპული ინტეგრაციისკენ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო და არ არის რუსეთის ზეწოლისა და რეჟიმის გამო, რომელსაც ძალაუფლება უკავია. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ CBS News-თან საუბარში განაცხადა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ახლა ძალიან შორსაა დემოკრატიისგან, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ძალიან ახლოს ვიყავით. ქვეყანა, რომელიც განიხილებოდა როგორც ყველაზე ახლოს ევროკავშირისა და ნატოს კართან. გუშინ უკრაინისა და მოლდოვის პირველი ნაბიჯები ვნახეთ ამ ევროპული ინტეგრაციის
პუნქტისკენ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო და სადაც საქართველო არ არის რუსეთის ზეწოლის გამო და რეჟიმის გამო, რომელსაც ახლა ძალაუფლება უკავია საქართველოში, განაცხადა ზურაბიშვილმა. სარკინიგზო კოდექსში ცვლილებები ხორციელდება. კანონით განისაზღვრება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში არსებული მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის და მისი დამცავი ზონის გასხვისება დაუშვებელი იქნება. ამასთან შესაძლებელი იქნება ზემოთ ხსენებული ქონების სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში შეტანა. შესაბამისი ცვლილებები სარკინიგზო კოდექსთან ერთად სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ხორციელდება, რომელიც პარლამენტში მთავრობამ წარადგინა და რომლის განხილვა დაგეგმილია დაჩქარებული წესით. პროექტის თანახმად კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგისა და მისი დამცავი ზონის ნუსხა უნდა დაამტკიცოს. პროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი და დამცავი ზონა ამ ეტაპზე გასხვისებული არ არის, თუმცა საბოლოოდ იმის უზრუნველსაყოფად, რომ აღნიშნული სტრატეგიული აქტივი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დარჩეს, მნიშვნელოვანია აღნიშნული საკანონმდებლო დონეზე ასახვა. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. პუტინსა და ზელენსკის ომის დასრულება სურთ, მაგრამ არ იციან როგორ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტთან და ამის შემდეგ მალევე პირადად ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს დიდი შვიდეულის ფარგლებში. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ პუტინთან და ძალიან კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან. ვფიქრობ, ორივეს სურს ამის გაკეთება, უბრალოდ არ იციან როგორ გააკეთონ ეს. სურთ, მაგრამ უბრალოდ არ იციან როგორ, განაცხადა ტრამპმა. ცნობისთვის აქამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის ყველა ლიდერი თანხმდება იმაზე, რომ რუსეთი მშვიდობისთვის სერიოზულ მზაობას არ იჩენს. ხოლო კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კერნიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ აშიშის პოზიცია უფრო რეალისტური ხდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ამერიკა და ირანი 60 დღის განმავლობაში არ შეთანხმდებიან, ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ დარტყმებს გადაახლებს. მან აღნიშნა, რომ ამერიკას კვირებისა და წლების განმავლობაში შეუძლია ირანის დაბომბვების გაგრძელება. თუ ეს 60 დღეში არ მოგვარდება, ყველაფერი რიგზია, ჩვენ დავუბრუნდებით დაბომბვას, აღნიშნა ტრამპმა და დასძინა. მე არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ შეიძლება მოგვიწიოს ამის გაკეთება, რადგან ჩვენ არასდროს მივცემთ მათ ბირთვული იარაღის ქონის უფლებას. ამასთან ტრამპის თქმით ირანელებთან შეთანხმდნენ, რომ ისინი ამას არ გააკეთებენ. დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინაში შორი მანძილის რაკეტების წარმოებას დაიწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევიანში გამართული სამიტის შემდგომ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მზაობა გამოთქვეს უკრაინას უშუალოდ უკრაინულ ტერიტორიაზე რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზია მისცენ. წყაროს ცნობით საუბარია ასევე შორი მანძილის რაკეტების წარმოების შესაძლებლობაზეც. ლიცენზიით დავიწყებთ არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების, არამედ სიღრმისეული დარტყმების შესაძლებლობების წარმოებას. განაცხადა წყარო. ახლა ძალიან ცოტას ვაწარმოებთ და კომპენსირება შეიძლება ლიცენზიების გაცემით კომპანიებისთვის, რომლებსაც საწარმოო შესაძლებლობები გააჩნიათ, მათ შორის ევროპული და უკრაინული კომპანიებისთვის, განაცხადა მერცმა. უახლოეს მომავალში ყირიმი კუნძული გახდება, ანუ რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა YouTube არხ პრესინგთან ინტერვიუში განაცხადა, დრონების მეშვეობით ყირიმის იზოლაცია ხდება. უახლოეს მომავალში, როგორც ჩანს, ყირიმი კუნძული გახდება და ამან შესაძლოა ძალიან მოულოდნელი შედეგები მოიტანოს რუსებისთვის. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, განაცხადა ფედოროვმა. მან აღნიშნა, რომ 2026 წლის პირველ 4 თვეში უკრაინა middle strike დრონები შეიძინა, რომლებითაც რეგულარულად ახორციელებს აზოვის რეგიონში დარტყმებს. 300%-ით მეტს ვიდრე 2025 წლის განმავლობაში. ანუ რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება, რომელთანაც გამკლავება ძალიან რთულია და ჩვენ შესაძლებლობების ეს ფანჯარა გვაქვს. ლოგისტიკა იჭრება, ყირიმი იზოლირებული ხდება და ეს აღმოსავლეთზე აისახება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.